საფრანგეთის სამხედრო საზღვაო ძალებმა სიცილიის სანაპიროსთან რუსეთის ეგრეთ წოდებული ჩრდილოვანი ფლოტის ნავთობდანგელი დააკავეს. ქვეყნის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის განცხადებით, ხომალდი დელივერი საზღვაო წესების დარღვევით გადაადგილდებოდა. მისივე თქმით, პარიზი არ დაუშვებს კრემლისთვის დაწესებული შეზღუდვების გვერდის ავლასა და რუსეთის სამხედრო მანქანის დაფინანსებას. უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს თანახმად, დელივერის სახელწოდების ტანკერი კამერუნის დროშის ქვეშ დაცურავს და 2024 წლიდან სანქციების გვერდისავლით უზრუნველყოფს რუსული ნავთობის ექსპორტს ბალტიისა და შავი ზღვების პორტებიდან. 14 ივნისს ლონდონმა განაცხადა, რომ გაერთიანებული სამეფოს შეიარაღებულმა ძალებმა ლა-მანშის სრუტეში მოძრავი, ასევე მოსკოვის ეგრეთ წოდებული ჩრდილოვანი ფლოტის ტანკერი დააკავეს, რაც დიდი ბრიტანეთისთვის ასეთი ტიპის პირველი ოპერაცია გახდა. მოსკოვის ეგრეთ წოდებული ჩრდილოვანი ფლოტი ასობით მოძველებული, ხშირად დაუზღვეველი გემებისგან შემდგარი საიდუმლო ქსელია, რომელიც კრემლმა საერთაშორისო სანქციებისთვის გვერდის სასწავლელად შექმნა. მათი მთავარი მიზანი რუსული ნავთობის ექსპორტი და დასავლური შეზღუდვების, მათ შორის ნავთობის ფასის ლიმიტის გვერდისავლაა. გემები რეგისტრირებულია ის ქვეყნებში, რომელსაც მკაცრი შეზღუდვები არ აქვთ, მაგალითად ოფშორულ ზონებში და ხშირად ცვლიან დროშებს და სახელებს.